იყო და არა იყო რა. ერთ პატარა ქოხში ორი მოსიყვარული ადამიანი ცხოვრობდა. მათი ბედნიერება სრულყოფილი იქნებოდა, რომ არა ერთი დიდი ნატრა. ისინი წლების მანძილზე ამაოდ ელოდებოდნენ სასწაულს, საკუთარ შვილს, რომელიც მათ მყუდროებას მხიარული სიცილით გააცოცხლებდა. მათი პატარა ქოხი ერთი მაღალი ქვის გალავნის გვერდით იდგა. კედლის მიღმა კი ულამაზესი ჯადოსნური ბაღი იყო. ბაღი სავსე იყო იშვიათი ყვავილებითა და უგემრიელესი ბოსტნეულით. თუმცა ბაღი ბოროტ და ძლევამოსილ ალქაჩს, გოთელს ეკუთვნოდა. მისი სახელი ყველას შიშს გვრიდა, ამიტომ მის ბაღში ფეხის შედგმას ვერავინ ბედავდა. ერთ დღეს ცოლი ფანჯარასთან იდგა და ალქაჯის თვალწარმტაც ბაღს გადახურებდა. მან შეამჩნია მწვანე, საოცარი მცენარე, რომელსაც რამპიონს ეძახდნენ. ეს გახლდათ განსაკუთრებული სახეობის სალათის ფოთოლი. მცენარე ისეთი მადისაღმძვრელი ჩანდა, რომ ქალს მისი დაგემოვნების დაუძლეველი სურვილი აღეძრა. იმ დღიდან იგი ნელ-ნელა დასუსტდა. საჭმელს პირს აღარ აკარებდა, მხოლოდ რამპიონს შესცქეროდა ნატრით სავსე თვალებით. ღონემიხტილს ძალა თანდათან ეცლებოდა, სანამ ბოლოს ლოგინად არ ჩავარდა. რა მოგივიდა, ჩემო სიყვარულო, რა გჭირს? ჰკითხა დაღონებულმა ქმარმა. თუ იმ ბაღიდან რამპიონს არ შევჭამ, ვიცი რომ დავდნები და მოვკვდები. ქმარს მეუღლე იმაზე მეტად უყვარდა, ვიდრე ბოროტი ალქაჯის შიში ჰქონდა. მზე ჩაესვენა და სამყარო წვდიადმა მოიცვა. იმ ღამეს ცა ისეთი შავი იყო, თითქოს ვარსკვლავებსაც კი ეშინოდათ გოთელის ბაღისთვის დაეხედათ. კაცმა ღრმად ჩაისუნთქა და მთელი სიმამაცე მოიკრიბა. აკანკალებული ხელებით აჰყვა მაღალ ქვის კედელს და ჩუმად ალქაჯის ბაღში ჩახდა. მან სასტრაფოდ მოწყვიტა ერთი მუჭა ნორჩი რამპიონი და იმის შიშით ჯადოქარს არ დაენახა, ელვის სისტრაფით უკან გადაძვრა. თუმცა ზურგს უკან იგრძნო ცივი სუნთქვა და გაიგონა ხმა, რომელიც ადამიანისას არ გავდა. მცენარეები თითქოს ჩურჩულით ლაპარაკობდნენ. ქურდი, ქურდი. ეს იყო გაფრთხილება, რომელსაც საფასური მოჰყვებოდა. სნეულმა ქალმა მცენარე დააგემოვნა და მაშინვე იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სხეულს სიცოცხლე. რამპიონი მართლაც საუცხოო გემოსი აღმოჩნდა. თუმცა მეორე დღეს დაუოკებელმა სურვილმა კვლავ იჩინა თავი. რამპიონის გემომ მას უფრო მეტი სურვილი აღუძრა. კვლავ ატირდა, ფანჯრიდან გაჰყურებდა ჯადოქრის ულამაზეს ბაღს და რამპიონზე ფიქრობდა. კიდევ ცოტაც მომიტანე, ძალიან გთხოვ. დაღონდა ქმარი, თუმცა მეუღლის ბედნიერების გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. როცა დაღამდა, კაცი შიშისგან აკანკალებული გულით ისევ გადაძვრა კედელზე. მაგრამ ამჯერად, როგორც კი მისი ფეხები რბილ მიწას შეეხო, მის წინაშე თავზარდამცემი ფიგურა აღიმართა. ეს ჯადოქარი გოთელი იყო. მისი მზერა სიმკაცრითა და რისხვით იყო ახსავსე. როგორ გაბედე! როგორ გაბედე ქურდივით შემოპარვა ჩემს ბაღში და ჩემი რამპიონის მოპარვა! გთხოვთ, შემიწყალეთ, ჩემი ცოლი ავადაა. მან ფანჯრიდან დაინახა რამპიონი და იგრძნო, რომ მის გარეშე მოკვდებოდა. ალქაჯის განრისხებული სახე ცივმა, სასტიკმა და ჩაფიქრებულმა გამომეტყველებამ შეცვალა. ჰიმ, თუ შენი ნათქვამი სიმართლეა, სიცოცხლეს შეგინარჩუნებ. შეგიძლია იმდენი რამპიონი წაიღო, რამდენიც გსურს. მაგრამ ამას თავისი ფასი აქვს. თქვენ მალე გეყოლებათ შვილი და როცა ის დაიბადება, მე უნდა მომცე. კაცი ისე იყო შეშინებული, რომ ყველაფერზე დათანხმდა. მან რამპიონი წამოიღო და ცოლთან გაიქცა.
რამდენიმე თვის შემდეგ კაცისა და მისი ცოლის ნატვრა ახდა. ლამაზი გოგონა შეეძინათ და ერთი წამით ისინი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები იყვნენ. მათ სრულიად დაავიწყდათ საშინელი დაპირება, მაგრამ სწორედ იმ დღეს გოთელი გამოჩნდა. არა, შესძახეს შეშინებულმა მშობლებმა, მაგრამ ალქაჯმა სასტიკი ღიმილით გამოსტაცა მათ ბავშვი. მშობლები ტიროდნენ და ევედრებოდნენ, მაგრამ ალქაჯს ქვის გული ჰქონდა. მისი სახელი რაპუნცელი იქნება. მან ჩვილი უღრან ტყეში წაიყვანა და ააგო ძალიან მაღალი ქვის კოშკი. როცა რაპუნცელი 12 წლის გახდა, ალქაჯმა ის ამ მარტოხელა კოშკში გამოკეტა. კოშკს არც კარი და არც კიბე ჰქონდა. მხოლოდ ერთი სარკმელი, ზემოთ. ასე დაიწყო გოგონას ნამდვილი ტყვეობა. იქ, იმ ოთახში, რაპუნცელი გაიზარდა და მსოფლიოში უმშვენიერეს ქალიშვილად იქცა. მას საოცარი თმა ჰქონდა, ნატიფი და კაშკაშა, როგორც დართული ოქრო. ალქაჯმა ეს რომ დაინახა, შელოცვა წარმოთქვა და თმა იზრდებოდა და იზრდებოდა. ის 20 მეტრის სიგრძის გახდა და თოკივით მტკიცე იყო. რაპუნცელს სხვა ადამიანი არასოდეს ენახა. მისი ერთადერთი სტუმარი ალქაჯი გოთელი იყო. როცა მას შესვლა სურდა, კოშკის ძირში დადგებოდა და აზძახებდა. რაპუნცელ, ჩამომიშვი შენი თმები. რაპუნცელი, რომელიც ძალიან მარტოსული იყო და სხვა არავინ გააჩნდა ქვეყანაზე, ემორჩილებოდა თავის მცველს. ის მივიდოდა ფანჯარასთან, გაიშლიდა თავის გრძელ ოქროსფერ ნაწნავს, მყარად დაახვევდა ფანჯარასთან არსებულ რკინის დიდ კავზე და შემდეგ ძირს უშვებდა. ქვემოთ მყოფი ალქაჯი სწვდებოდა ჯადოსნურ თმას და ზემოთ ადიოდა. რაპუნცელის ცხოვრება ძალიან სევდიანი იყო. მას უტკბესი და ულამაზესი ხმა ჰქონდა და მთელ დღეებს ტყის ცხოველებისა და ფრინველებისთვის სიმღერაში ატარებდა. ის თავისი ოთახის კედლებზე ხატავდა ყვავილებს, მზეს და იმ ქვეყნებს, რომლებიც არასოდეს ენახა. ის ოცნებობდა სამყაროზე თავისი ფანჯრის მიღმა. წლების შემდეგ ერთ დღეს უფლისწული იმავე ტყეში ცხენით სეირნობდა. ის შორს იყო თავისი სამეფოდან და მიხვდა რომ გზა აებნა. უეცრად ხმა გაიგონა. ეს იყო ყველაზე ლამაზი და სევდიანი სიმღერა, რაც კი ოდესმე სმენოდა. ხმით მოხიბლული, უფლისწული უფრო და უფრო ღრმად შევიდა ტყეში და ბოლოს მაღალ, უცნაურ კოშკთან მივიდა. მან გარშემო შემოუარა, მაგრამ კარი ვერ იპოვა. მხოლოდ ზემოდან მომავალი სიმღერა ესმოდა. არ იცოდა როგორ ასულიყო და გული უცნაურმა სევდამ აუსო. ამიტომ ხეების უკან დაიმალა და გადაწყვიტა დაეცადა რომ ენახა, ვინ ცხოვრობდა იქ. მზის ჩასვლისას მან დაინახა ალქაჯი გოთელი, რომელიც კოშკთან მივიდა. რაპუნცელ, ჩამომიშვი შენი თმები. უფლისწული გაოცებული უყურებდა. ერთ წამში ფანჯრიდან ოქროსფერი ნაწნავი დაეშვა. მოხუცი მას ჩაეჭიდა და ზემოთ ავიდა. აი თურმე კიბე, გაიფიქრა უფლისწულმა. მან იცოდა რომ აუცილებლად უნდა ენახა ამ ხმის პატრონი. მოთმინებით იცადა, სანამ ალქაჯი უკან ჩამოვიდა და ტყეში გაუჩინარდა. როცა ყველაფერი მიწყნარდა, უფლისწული სამალავიდან გამოვიდა, კოშკის ძირში დადგა და დაიძახა. რაპუნცელ, ჩამომიშვი შენი თმები. რაპუნცელმა ხმა გაიგონა, მაგრამ ეგონა ისევ გოთელი დაბრუნდა. მან თმა კავზე დაახვია და ქვემოთ დაუშვა. უფლისწული ჩაეჭიდა ნაწნავს და ზემოთ ასვლა დაიწყო. როცა ფანჯარაში გადავიდა, რაპუნცელმა ალქაჯის ნაცვლად ახალგაზრდა კეთილსახიანი მამაკაცი დაინახა და შიშისგან დაიყვირა, რადგან მამაკაცი მანამდე თვალითაც არ ენახა. მაგრამ უფლისწულმა მშვიდად უთხრა, ნუ გეშინია. შენი სიმღერა მოვისმინე და ძალიან მოვიხიბლე. აუცილებლად უნდა მენახე.
მისი თბილი ხმის გაგონებაზე რაპუნცელს შიში გაუქრა. ის არ გავდა ბოროტ გოთელს. უფლისწულმა მას გარე სამყაროზე უამბო, დათოვლილ მთებზე, ლურჯ ოკეანეებზე, მზესა და მთვარეზე, ხალხითა და მუსიკით სავსე ქალაქებზე. რაპუნცელი გაოცებული უსმენდა, ცხოვრებაში პირველად მან მეგობარი შეიძინა. წასვლისას უფლისწულმა ჰკითხა: "გახდები ჩემი ცოლი?" რაპუნცელი დათანხმდა. დიახ, მაგრამ აქაურობას როგორ უნდა დავაღწიო თავი? უფლისწულმა გონივრული გეგმა მოიფიქრა. ის ყოველ ღამე მივიდოდა მასთან და აბრეშუმის ძაფებს მოუტანდა. რაპუნცელი კი მათგან კიბეს მოქსოვდა. როცა კიბე მზად იქნებოდა, ისინი ერთად გაიქცეოდნენ. ასეც ხდებოდა. ყოველ ღამე უფლისწულს ახალი ძაფი მოჰქონდა. რაპუნცელი კი კიბეს ქსოვდა. ის ბედნიერი იყო, რადგან იცოდა, რომ მალე თავისუფალი იქნებოდა. მაგრამ ერთ დღეს, როდესაც ჯადოქარი გოთელი ესტუმრა რაპუნცელს, რაპუნცელმა გაუაზრებელი შეცდომა დაუშვა. მითხარი, დედა გოთელ, რატომაა რომ თქვენ ბევრად უფრო მძიმე ხართ ასაყვანად, ვიდრე ახალგაზრდა უფლისწული? ალქაჯი გაცოფდა. შეუმადურო გოგონავ, მეგონა სასტიკი სამყაროსგან გადაგმალე. გადაგარჩინე, შენ კი მომატყუე. მან აიღო დიდი მაკრატელი, რაპუნცელს თმაში ჩააფრინდა. გოთელის მაკრატლის ყოველი გაჩქაკუნება რაპუნცელს გულში დანასავით ხვდებოდა. ოქროსფერი თმა იატაკზე ისე დაეცა, როგორც მოკლული მზის სხივები. რაპუნცელი საშინლად ატირდა. ბოროტმა ალქაჯმა ის შორს უდაბნოში წაიყვანა და იქ მარტო დატოვა. შემდეგ ალქაჯი კოშკში დაბრუნდა. მოჭრილი თმები კავს გამოაბა და სიბნელეში ელოდებოდა ვინ მოაკითხავდა. იმავე ღამეს უფლისწული მოვიდა. რაპუნცელ, რაპუნცელ, ჩამომიშვი შენი თმები. გოთელმა თმა ჩაუშვა. უფლისწული ავიდა, მაგრამ იქ რაპუნცელის ნაცვლად გაცოფებული ალქაჯი დახვდა. შენი ჩიტუნა გაფრინდა. კატამ დაიჭირა და შენ მას ვეღარასოდეს ნახავ. მან უფლისწულს ხელი ჰკარა და კოშკიდან გადააგდო. უფლისწული არ მომკვდარა, მაგრამ ეკლიან ბუჩქებში ჩავარდა. ეკლებმა მას სინათლე წაართვეს და დაბრმავდა. მის გონებაში მხოლოდ რაპუნცელის ბოლო სიმღერა დარჩა. წლების განმავლობაში ბრმა უფლისწული უდაბნოს მცხუნვარა მზის ქვეშ დააბიჯებდა და დაეხეტებოდა გატეხილი გულით. მისი სამოსი ნაგლეჯებად იქცა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. ის ეძებდა გზას არა შინისკენ, არამედ იმ ერთადერთ ბგერას, რომელიც მის სამყაროს აზრს სცენდა. ერთ საღამოს, როცა ქვიშის ქარი ჩაწყდა, ჰაერში ნაცნობი ჰანგი გაისმა. რაპუნცელი პატარა ქოხის წინ იჯდა და თავის ტყუპებს უმღეროდა. ეს რაპუნცელი იყო. ის სიმღერა, რომელსაც რაპუნცელი ტყის ცხოველებსა და ფრინველებს უმღეროდა. უფლისწული ამ ხმის მიმართულებით წავიდა. ძლივს ღა ადგამდა ფეხს წინ, ბოლოს დაიძახა. რაპუნცელ! რაპუნცელ, შენ ხარ? რაპუნცელმა, რომელიც პატარა ქოხში ცხოვრობდა, დაინახა თავისი უფლისწული, გატანჯული, დაგლეჯილი ტანსაცმლით. რაპუნცელი მისკენ გაიქცა, ჩაეხუტა და სიმწრისგან ატირდა. მისი ცრემლები უფლისწულის დახუჭულ ქუთუთოებს შეეხო. სწორედ ამ დროს თითქოს დრო გაჩერდა. ცრემლებში ჩაიღვარა მთელი ის სიყვარული, ტანჯვა და იმედი, რაც ამ წლებში დაუგროვდათ. უფლისწულმა იგრძნო, როგორ გაკრთა სიბნელეში ოქროსფერი ნაპერწკალი. მე ვხედავ, შესძახა მან. პირველი რაც დაინახა, რაპუნცელის კეთილი სახე იყო. მისი თმა ახლა მოკლე და უბრალო იყო. აღარ ქონდა ჯადოსნური ძალა, მაგრამ უფლისწულისთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდა.
უფლისწულმა რაპუნცელი თავის სამეფოში წაიყვანა. როცა ხალხმა დაინახა დაკარგული უფლისწული და მისი მხსნელი, ზარების რეკვა მთელ ქვეყანას გადასწვდა. მეფე დედოფალი მათ სიხარულის ცრემლებით შეხვდნენ. მათ დიდი ქორწილი გადაიხადეს და მთელი სამეფო ზეიმობდა. მას შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და აღარასოდეს ყოფილან მარტოსულნი. გოთელის ბოროტება კი იმავე კოშკში ჩაიკეტა, სადაც სიმარტოვემ საბოლოოდ გაანადგურა იგი. იმედია მოგეწონათ ეს ანიმაცია. გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩვენი არხი ზღაპრების სამყარო და მოიწონოთ ეს ვიდეო. ამით ძალიან დაგვეხმარებით, რომ უფრო მეტი ანიმაცია შევქმნათ თქვენთვის.